ევროსაბჭოს რეზოლუციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხდომის დაწყებისას ვრცლად ისაუბრა. დოკუმენტში, რომელსაც ხელი ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწერა, წერია, რომ სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად დაიწყო. იყენებდნენ კასეტურ იარაღს. ჩადენილია ომის დანაშაულები. ბექა ძამაშვილმა ასევე თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოში 2003-2012 წლებში დარღვევათა ნახევარზე მეტი სიცოცხლის უფლებას წამებას ეხებოდა. ამის მაგალითია ოჩიგავას საქმეზე ევროსასამართლოს ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური. გირგულიანის საქმე, კორტების ოპერაციის საქმე, ნავთლუღის ოპერაციის საქმე, ციხის პუნქტის საქმე, ანუ ეს არის ის საქმეები, სადაც პირდაპირ სიცოცხლის უფლების დარღვევა აქვს ევროპულ სასამართლოს დადგენილი, მთელი სისტემა შეაფასა ოჩიგავას საქმეში და ეს იყო საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური. ოჩიგავას საქმეში არის აღწერილი არა მხოლოდ უშუალოდ აი ამ მომჩივნის მიმართ წამების რა მეთოდები გამოიყენებოდა, არამედ უფრო ფართოდ პენტენციურ სისტემაში რა სისტემური მიდგომა იყო დადგენილი, დაწყებული იქიდან, რომ როდესაც პატიმარი პირველად შედიოდა პენტენციურ სისტემაში, როგორი მეთოდებით ხდებოდა, ეს იყო ეგრეთ წოდებული საკარანტინო მიღება, ხელჯოხებით ცემა, შემდეგ თვითონ საკნებში ფეხზე დასადგომი ადგილი რო არ ქონდათ პატიმრებს, თვითონ ეს ოჩიგავას შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯამრთელი და აი ამ სისტემური წამების შედეგად ის ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გამოვიდა 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელშიც შეფასებულია, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი გარემოებების და გარკვეულწილად სამართლებრივი შეფასებაც არის მოცემული ომთან დაკავშირებით. რეზოლუციის მეხუთე პუნქტში აღნიშნული არის, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. ეს არის მეხუთე პუნქტში ჩაწერილი. აქვე საუბარი არის, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა და მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული. იქ საუბარი არის, რომ მათ შორის ქართული მხარე არღვევდა, იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილი არის ომის დანაშაულება. რუსეთის დელეგაციამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე იყო დადანაშაულებული, მათ შორის რუსეთის მხარე ხელი არ მოაწერა ამ რეზოლუციას, თუმცა საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა იმ ჩანაწერს. ICJ-მ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს მიერ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით და სამწუხაროდ ეს დავა საქართველომ წააგო. ქართულ მხარეს უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი, გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და ფაქტობრივად იქ არის მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს იარაღი, ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა იმითაც, რომ განსაკუთრებული სიზუსტით, ანუ ფაქტობრივად ის ჩამოვარდა იქ, სადაც ისროლეს. ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი და როდესაც ჩვენ საქმეში ჩავიხედეთ და ამ გარემოების დადასტურება გვჭირდებოდა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში არ იყო, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო. მაშინდელი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰქონდა Human Rights Watch-ისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ის ფაქტობრივად აღიარებდა, რომ ქართულ დასახლებულ პუნქტებში ჩამოცვიდა საქართველოსთან გასროლილი ჭურვები. ანუ ეს იყო ისეთი მტკიცებულება, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ რაც შევძელით და წარგვედგინა, რომ ნამდვილად რუსეთის ფედერაციის მხრიდან იბომბებოდა ქართული დასახლებული პუნქტები, რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა არგუმენტად კონტრმტკიცებულებად აი ეს ინტერვიუ, რომელიც არ იყო უბრალოდ ვინმე პოლიტიკოსის გაკეთებული, ეს იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილის გაკეთებული, როდესაც 2008 წლიდან იყო აღიარება გაკეთებული წინა ხელისუფლების მხრიდან, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენ გვიწევდა ამ ბრალდებების ფონზე მუშაობა, თითქოს ქართველი ჯარისკაცების დასასჯელად გვინდოდა ეს მტკიცებულებები. არ დადასტურდა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში იყო შემდეგ ტალიანის დასკვნაში, თითქოს რომ ჩვენმა მხარემაც ჩაიდინა საერთაშორისო სამართლის დარღვევებით, ჩვენ შევძელით აი ეს ბრალდება გაგვექარწყლებინა და მხოლოდ ასე ვთქვათ, გამოიკვეთა იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა იყო წაგებული.
და არსებობდა არაერთი დოკუმენტი, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი და პირდაპირ ხელს ადებდა ქართულ სახელმწიფოსა და მის ჯარს, რომ არა რუსეთი, არამედ საქართველო იყო დამნაშავე. ასეთ ვითარებაში გადაიბარა ქართულმა ოცნებამ ეს საქმეები და შემდეგ ყველაფერი შეტრიალდა სიმართლისკენ და ყველა დავა საქართველომ რუსეთს მოუგო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად.